ერთი კვირის წინ ვიხილეთ კანადის გრან-პრი, სადაც გამარჯვება ჯორჯ რასელმა მოიპოვა მერსედესის ბოლიდით და ანდრია კიმი ანტონელი პირველად ავიდა პოდიუმზე. 77 წრეზე კი ორ მაკლარენ შორის მოხდა კონტაქტი, რის გამოც ლანდო ნორისი გამოეთიშა რბოლას. ამ ინციდენტმა 2011 წლის კანადის გრან-პრი გამახსენა, სადაც ასევე ორ მაკლარენ შორის ინციდენტის შედეგად ლუის ჰემილტონს მოუწია რბოლის ნაადრევად დასრულება. მაგრამ იმ რბოლაში იყო ერთი პილოტი, რომელმაც თავისი პერფორმანსით შეუძლებელი შეძლო და მისი კამბეკით უსაზღვრო ემოციები გვაჩუქა. დღეს მე მოგიყვებით რა ხდებოდა 2011 წლის კანადის გიჟურ გრან-პრიზე, რომლის ხანგრძლივობაც 4 საათზე მეტი იყო. თქვენ უყურებთ Paddock Memories, ასე რომ დავიწყოთ. ჯენსონ ბატონის ფორმულა 1-ის კარიერა ერთ-ერთი არაჩვეულებრივია სამფორბოლების ისტორიაში. ვილიამსი ცუდად დაწყებული გზის, რენოს მმართველების ინტერესების მსხვერპლად ყოფნის და არავისთვის საჭირო ფინანსურ კრიზისში გახვეული ჰონდაში მოხვედრის შემდეგ, მან სასწაულებრივად მიიღო შანსი როს ბრაუნისგან კიდევ ერთი სეზონი გაეტარებინა ფორმულა 1-ში. გუნდში, რომელსაც არ უნდა ეარსება, მაგრამ შეუძლებელი შეძლო. ზუსტად ჯენსონი დაეხმარა მათ მიზნის მიღწევაში და გახდა 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონი. Brown GP-ის ისტორიაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. თუ ჯერ არ გინახავთ ეს ვიდეო, ლინკს აღწერაში დაგიტოვებთ. ასეთ რეზულტატს ბევრი გამართლებას აბრალებდა. ამიტომაც საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად ჯენსონი გადავიდა მაკლარენში. გუნდში, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა, ლუის ჰემილტონს. 2011 წლის სეზონის შემდეგ, როდესაც ის გახდა ვიცე-ჩემპიონი და პირველი იმ ორი ადამიანიდან, რომელმაც შეძლო ლუისის დამარცხება მისი მეწყვილობის დროს, ჯენსონმა ყველაფერი დაამტკიცა. პრაქტიკების სერიის პირველ სესიაში ჩემპიონების კედელში ავარიის მიუხედავად, პოლ პოზიცია მოიპოვა სებასტიან ფეტელმა. პირველ ხაზზე მასთან ერთად ფერნანდო ალონსო იმყოფებოდა, რომელმაც 2010 წლის სინგაპურის გრან-პრის შემდეგ პირველად შეძლო კვალიფიკაციაში პირველი ხაზის დაკავება. მაკლარენის გუნდი მეხუთე და მეშვიდე ადგილებზე იყვნენ. რბოლის დღეს ცივი და ტენიანი ამინდი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც საჯერმა გადაწყვიტეს რბოლის სტარტი უსაფრთხოების მანქანის დახმარებით ყოფილიყო. ასევე ყველა პილოტი დაავალდებულეს წვიმის საბურავები გამოეყენებინათ. მეოთხე წრის შემდეგ ბერტ მაილანდერი შევიდა ბოქსებში და რბოლა როგორც იქნა დაიწყო. ვინც არ იცით, ბერტ მაილანდერი უსაფრთხოების მანქანას მართავს უკვე 25 წელზე მეტია. სანამ ალონსო იბრძოდა ფეტელთან ლიდერობისთვის, მათ უკან ლუის ჰემილტონი შეეჯახა მარკ ვებერს. ეს მომენტი შეიძლება ჩაითვალოს ჯენსონის გიჟური რბოლის საწყის წერტილად, რადგან ზუსტად ეს გახდა პირველი იმ ბევრი წინაღობიდან, რომელსაც ჯენსონს კანადის რბოლა უმზადებდა. კონტაქტის შემდეგ ლუისმა მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა და რბოლა მეწყვილის უკან გააგრძელა. გუნდი უკვე ემზადებოდა ლუისის პიტსტოპისთვის, რადგან ეგონათ, რომ ავარიის შემდეგ ბოლიდი დაზიანდა. მაგრამ მალე გაირკვა, რომ დაზიანება უმნიშვნელო იყო და ლუისმა რბოლა გააგრძელა. ჰემილტონი ყველანაირად ცდილობდა დაკარგული პოზიციების დაბრუნებას და სასტარტო ზოლზე ცადად ჯენსონისთვის გადასწრება. ამ დროს მას კიდევ ერთხელ მოუვიდა ავარია, ამჯერად უკვე კედელთან. ტრასაზე საბოლოო პირობები ნელ-ნელა უკეთესისკენ იცვლებოდა. ამიტომაც ჯენსონი ცდილობდა ტრასის მშრალ ტრაექტორიაზე დარჩენილიყო. ის არ ელოდებოდა, რომ ლუისი შიგნიდან შეეცდებოდა მანევრის ჩატარებას და ასევე ცუდი ხილვადობის გამო მეწყვილეებს შორის მოხდა კონტაქტი, რის გამოც ჰემილტონი გამოეთიშა რბოლას და ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ამ მომენტში ჯენსონმა ჩართო თავისი ხნოსვა ამინდის მიმართ, გარისკა და გადავიდა შუალედურ საბურავებზე. პიტსტოპის დროს ინჟინრები და მაკლარენის ყოფილი ბოსი რონ დენისი სწრაფად ცდილობდნენ დაეთვალიერებინათ ბოლიდ და შეემოწმებინათ დაზიანებები. მაკლარენი აღმოჩნდა საკმაოდ მყარი. მეწყვილების ავარია საჯერმა სარბოლოო ინციდენტად ჩათვალეს, მაგრამ ჯენსონს ჯარიმის მოხდა პიტლეინზე გავლის სახით მაინც მოუწია, რადგან მან სიჩქარეც გადააჭარბა უსაფრთხოების მანქანის დროს. რესტარტის შემდეგ ჯენსონი მე-15 ადგილს იკავებდა. მაგრამ მისი რისკი გადასულიყო შუალედურ საბურავებზე გამართლდა. ძალიან სწრაფად მან მოიგო 7 პოზიცია და გადავიდა მერვე პოზიციაზე. ბრიტანელის ტემპის შემჩნევის შემდეგ სხვა პილოტებმაც დაგვიანებით გადაწყვიტეს საბურავების შეცვლა და სასწრაფოდ შევიდნენ პიტსტოპზე. მაგრამ მათთვის სამწუხაროდ წვიმა ისევ გაძლიერდა და მათ ზედმეტი პიტსტოპის გავლა მოუწიათ. ამ ყველაფრის შემდეგ კი წვიმის გამო რბოლის შეშერება გადაწყვიტეს და გამოჩნდა წითელი დროშები. ჯენსონი მე-11 პოზიციას იკავებდა. იმის შემდეგ, რაც პილოტები სასტარტო ხაზზე მოეწყნენ, მექანიკოსები და ინჟინრები ემზადებოდნენ რესტარტისთვის. მაგრამ არავინ ელოდებოდა, რომ ეს შეჩერება 2 საათი გაგრძელდებოდა. როდესაც მიხვდნენ, რომ წვიმა არ გაჩერდებოდა, პილოტებმა გადაწყვიტეს ბოლიდების დატოვება. მექანიკოსები კი ცდილობდნენ, რომ ბოლიდები წყლით არ გავსებულიყო. ზოგი ცდილობდა ჩახუტებით გამთბარიყო, ზოგი თბილ-ფუნთუშებს მიირთმევდა. ვიტანტონიო ლიუციმ, როგორც ნამდვილმა იტალიელმა, მოიფიქრა ჩექმების ახალი მოდური მოდელი. კამოი კი, როგორც ნამდვილი სამურაი, ბოლიდს არ ტოვებდა. 2 საათის შემდეგ რბოლა განახლდა უსაფრთხოების მანქანის დახმარებით.
იმის გამო, რომ საბურავების გათბობა ძალიან რთული იყო პედრო დე ლა როსამ, რომელიც სერხიო პერეს ცვლიდა, რადგან ის ერთი რბოლით ადრე ავარიაში მოხვდა, ვერ შეძლო თავის ზაუბერთან გამკლავება. უკრინა შეეჯახა ჩვენს მთავარ-გმირს და გაიფუჭა წინა ფრთა. მაკლარენი ისევ არ დაზიანებულა. რამდენიმე წრის შემდეგ უსაფრთხოების მანქანამ დატოვა ტრასა და პილოტებმა ისევ დაიწყეს ერთმანეთში ბრძოლა. ძალიან მალე პირობები უფრო და უფრო გაუმჯობესდა, ამიტომაც ფერარიში მიიღეს გადაწყვეტილება ორმაგი პიტსტოპი ჩაეტარებინათ და ფილიპე მასასთვის და ფერნანდო ალონსოსთვის შუალედური საბურავები დაეყენებინათ. ბრაზილიელი წინ მიდიოდა, მაგრამ მათ შორის სხვაობა ძალიან პატარა იყო. ამიტომაც ესპანელს მოუწია თავის რიგს დალუდებოდა. ამის გამო ის პირდაპირ ჯენსონ ბატონის წინ დაბრუნდა. რამდენიმე წრის შემდეგ კი მათ შორის მოხდა კონტაქტი. ფერარი ბორდიურზე გაიჭერდა. ტრასაზე ისევ გამოჩნდა ბერტ მაილანდერი, ჯენსონი კი გახეთქილი საბურავით და გატეხილი წინაფრთით უკვე მეხუთედ მხოლოდ 27 წრის განმავლობაში გაეშურა ბოქსებისკენ. პიტსტოპის შემდეგ ის იკავებდა ბოლო 21 ადგილს. ზუსტად აქ იწყება ის, რასაც შეგვიძლია დაუცახოთ ყველაზე ეპიკური კამბექი სამეფო რბოლების ისტორიაში. როგორც კი უსაფრთხოების მანქანამ დატოვა ტრასა, ჯენსონმა მაშინვე დაიწყო შეტევა. ერთი წრის განმავლობაში მან გადაუსწრო ორივე HRT-ს, ვირჯინებს და ტრასაზე დარჩენილ ერთადერთ ლოტუსს. რამდენიმე წრის შემდეგ კი დე ლა როსას, ადრიანო სუტილს, ორივე ტორო როსას და პასტორ მალდონადოს. ჯამში დაიბრუნა 10 პოზიცია უკან. იმ მომენტისთვის მთავარი ტრაექტორია საბოლოოდ გაშრა და ჯენსონი ერთ-ერთი პირველი შევიდა პიტსტოპზე სლიკებისთვის. მაგრამ მისი კონკურენტებისგან განსხვავებით, რომლებიც შეცდომას უშვებდნენ, როცა ტრასის სულ ნაწილზე გადადიოდნენ, ჯენსონი აგრძელებდა გრიდის გაჭრას. მის შემდეგი მსხვილები გახდნენ ნიკ ჰეითფელდი რენოზე და კამუი კაბაიაში ზაუბერზე. იაპონიის გასწრების შემდეგ ჯენსონი იკავებდა მეოთხე პოზიციას, მაგრამ ის რომ პირველ სამოულს დაწეოდა, ესტენბიც კი არ იყო საკმარისი. ბრიტანელის დასახმარებლად საქმეს ჩაერთო შემთხვევა. ნიკ ჰეითფელდის ბოლიდზე გატყდა წინა ფრთა, რომელიც ბოლიდის ქვეშ გაიჭედა. კიდევ კარგი რომ ეს მოხდა ისეთ მოსახვევთან, სადაც უსაფრთხოების დიდი ზოლი იყო და პილოტი არ დაზიანებულა. სამაგიეროდ ტრასაზე დარჩა ბევრი ნატეხი, რის გამოც ისევ უსაფრთხოების მანქანა გამოჩნდა. იმ სიგიჟეების მერე, რაც რბოლაზე მოხდა, მარშალები იმდენად დაღლილები იყვნენ, რომ ფეხზე ძლივს იდგნენ. სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ ეს მომენტი, უბრალოდ არ ვიცი. იმ ვიქენდზე ეს არ იყო მარშალების დაცემის ერთადერთი ფაქტი. გახსოვთ ფეტელის ავარიაზე რომ გითხარით ჩემპიონების კედელზე. მარშალი ისე ჩქარობდა მის დახმარებას, რომ ეს დახმარება უკვე თვითონ დაჭერა. იმ წელს ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა, მაგრამ 2 წლის შემდეგ კანადაში მოხდა ტრაგედია. პირველად 2001 წლის შემდეგ ტრასაზე დაიღუპა ერთ-ერთი მარშალი. ბოლო რესტარტის შემდეგ ჯენსონი იყო ზუსტად მარკ ვებერის უკან. ავსტრალიელი ცდილობდა შუმახერისთვის შეტევას, მაგრამ დაუშვა შეცდომა მოსახვევში და ბრძოლის გარეშე გაატარა ჯენსონი წინ. 1 წლის შემდეგ ბატონმა შეუტია მიხაელსაც, რომელიც მისი დაბრუნების შემდეგ ცდილობდა პირველად პოდიუმის დაკავებას. სლიპსტრიმის გამოყენებით ბრიტანელი მეორე პოზიციაზე გადავიდა. ფინიშამდე დარჩენილი იყო 5 წრე, ლიდერ ფეტელამდე კი მხოლოდ 3 წამი. სები აღმოჩნდა ყველაზე ძლიერი კონკურენტი. იმის მიუხედავად, რომ ჯენსონი იმას ნელ-ნელა ეწეოდა, ის უპირატესობას მაინც ინარჩუნებდა. ბოლო წრეზე მათ შორის 9/10 წამი იყო სხვაობა. პირველი სექტორის ბოლოს ფეტელმა დაუშვა შეცდომა, გადავიდა ტრასის სულ ნაწილზე და მოასრიალა ბოლიდი, რის გამოც ბრიტანელმა მას გადაუსწრო. ჯენსონისთვის უკვე ფინიშამდე მისვლა იყო მთავარი, რაც მან უპრობლემოდ შეძლო და გახდა 2011 წლის კანადის გრან-პრის გამარჯვებული. 4 საათიანი რბოლის, 3 ავარიის, 6 პიტსტოპის და ჯარიმის შემდეგ ჯენსონმა მაინც იზეიმა გამარჯვება მაკლარენთან ერთად. ამ რბოლას მან საუკეთესო უწოდა მის კარიერაში. მისი კარიერის დარჩენილ დროში მან კიდევ 5-ჯერ მოიპოვა გამარჯვება 2011 და 2012 წლებში. ამის შემდეგ უკვე ბრიტანული კოლექტივის ბოლიდი ვეღარ აძლევდა იმის შანსს, რომ მსგავსი შედევრები შეექმნა, მაგრამ ის ბოლომდე თავისი გუნდის ერთგული დარჩა და ძნელ დროშიც კი ცდილობდა გუნდისთვის ძველი დიდების დაბრუნებას. ჯენსონის ისტორია არის მაგალითი იმისა, რომ ფორმულა 1-ში ყველაფერია შესაძლებელი. ამ რბოლის შემდეგ ფორმულა 1-ში შემოიღეს წესი, რომლის თანახმადაც რბოლის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 4 საათი უნდა ყოფილიყო. დღეისთვის კი სულ ეს იყო. მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. კომენტარებში აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი ვიდეოს შესახებ. თუ ფორმულა 1 გიყვართ, შემოერთდით ჩემს Facebook ჯგუფს Paddock Memories. ლინკს კომენტარებში დავტოვებ, სადაც ერთად განვიხილავთ ფორმულას ირგვლივ მომხდარ ამბებს, გასულ და მიმდინარე სეზონებს.